გამარჯობა მეგობრებო, ხაზზეა პოდკასტი FM-როა და ჩვენი სტუმარია ალექსანდრე კურაზბედიანი. კარგი მოდი. ახლა კარგად სამჯერ შეგეშოვა დასაწყისი. ახლა კარგად ხო, კი ბატონო. რა შეიძლება როგორ ხარ წეგანეთი ორი სიტყვა დავსვალეთ, ვისაუბრეთ. გადასარევით, რა ვიცი, არ ვიცი, ჩვეულებრივად კარგად ვარ, ამ მოცემულობიდან გამომდინარე. ეხლა პოლიტიკურის გამო კარგად ვარ, როგორ გითხრა, კარგად. ერთადერთი რასაც არ ვეხებით. ხო და მაგას გეუბნები. მაშინ რა ასპექტით გაიჭერა? ჯანმრთელობა არ შემიმოწმებია, მაგრამ არ მაწუხე. რაღაცები ახალი რამე ხო ხდება? კი, როგორ ყვავის ქვეყანა ერთი მეორეზე მისტრება არის, რა ქვია, რომ აი ვერ ჩერდება, ეხლა მე ხო გამომართვენი, ხო ნახე რაც საუბრობდით, არ გაჩერდა ტელეფონი. არაფერი არ ხდება, რა უნდა ხდებოდეს. არაფერი არ ხდება. შიგა და შიგ თუ რამე გამოჩნდა, მიხარია, იმიტომ რომ რასაც არ უნდა აკეთებდე, უნდა გიყვარდეს და როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს, ბედნიერი ხარ. დაღლილიც კი ბედნიერი ხარ, იმიტომ მე რო წამოწვე და ხო, წერალ ვამბობდი მე მართლა არ ვიცი, რამდენად მართალი YouTube-ია თუ ნებისმიერი რამე, მაგრამ მოკლედ რა ადგილიც არ უნდა იფხანო, შეგიძლიათ თამამად იპროგეთქვენ, რა შვები, ეგ დაღლილი ხარ თან, არის ცუდი არ გაკეთები, შეისახოს საქმე აკეთე, ასე რომ დიდი ხანია აქ მომიფხანია. კაი, დავიწყოთ, ნუ პირველი ესეთი გასახურებელი კითხვა გვაქვს, როგორ დაიწყე გაქმონება წეგანკივისა უბით, მაგრამ კი ბატონო, როგორ დავიწყე და თეატრალურ მინდოდა ჩაბარება. მსახიობობა მინდოდა. თავიდანვე მივხვდი რომ დიდი მომავალი იქნებოდა და ესა რა ქვია, არ მომწონდა რამდენიმე ვისაუბრეთ არა ხო და არ მომწონდა მეთქი რანაირად ხო მეთქი ხო შეიძლება რა უდგას წინ მეთქი მოვი მეიქერი და მისი ჯანი იყო და ჩემთვის უბრალოდ ჩემთვის დავჯექი ტექსტი მულტფილმი მიყვარდა გზაილდორადოსაკენ ტექსტიც ინგლისური ისინი არ ვიცი ხო და A კატეგორია B კატეგორია სკოლაში ვისწავლი და ვიცი რა რაღაც დონეზე და ჩავწერე გზაილდორადოსაკენ და მე გვითავკარგე კი არა დავკარგე მაგრამ ჩავწერე და გავუგზავნე მე ვიღაცებს რომ მეთქი თუ შეიძლება მოვედი და დავიწყე და მე ჩემმა მეგობრებმა ვაჭერა ნეთი რომ გაიხსნა იქიდან ერთსაც და მეორესაც ვატოსაც და თაკოსაც ვიცნობდი და მოდი ალექსანდრე ხო ახმოვანე და სადღაც კიო მე დავიწყეს და კარგი იყო აი წერა რასაც ყვებოდი მართლა ძალიან კარგი ხალხი და ძალიან კარგი ატმოსფერო და აი მართლა არ მეთქმის ერთი რაღაცა ისეთი მოგონება არ მაქვს რომ აი ხა იყო რაღაცები აი ამას ვერ ვიტყვი არაფერი არ იყო შვედიერი იყო ძალიან აი რაღაცები რომელს გამოარჩევდი შენი ახმოვანებული ფილმებიდან გამოვარჩევდი როგორც ყველაზე საშინელებო ყველაზე კარგს მე გამოვარჩევდი რომელიც რა ქვია BDMDB ზე არის შეფასებული კარგად იმას მე შენ რომელი მოგეწონა მე დოქტორ ხუმი მიყვარს შენ მიყვარდა კი არა დოქტორ ხუმ აი სერიოზულად იმას ვიქნა რა არ მომეწონა ნუ ეხა ის რაღაცა ეს გავიგეთ ეს ვიკინგები და რაღაცა ეს გეიმები რაღაცები კი რა სანატომი რაღაცები გავიგეთ მაგრამ აი დოქტორ ხუ იყო რომელიც აი იყო მაგრამ კაი გამოვარჩევდი ძმაო გამოვარჩევდი დოქტორ ხუს ეს მართლა არ მოგეწონა მაგრამ გამოვარჩევდი რას მოგვივიდა ისე რა ქვია ახალი სერიალი გვაქვს ახალი სერიალი ყავს გიხარია რა ახალი პერსონაჟი ახალი რაზია ხო ხდები რაზია და ზომბებზე მოსიადმეულები იქნება არა აუ ზომბე არ მინდა ეს ზომბებზე რა ხო ხდები უგანა ვერ ჩამ ზომბებს რამეს მაგრამ არ მინდა ეს ზომბები და სისხლები და უბედურება არ მინდა კაი მეთქი და უცებ მეუნე გილერმო დელ ტორო სად ზომბის არ გილერმო რა ხდება მეთქი და გაიჩიტა ისე რა ქვია სტრეინი შტამი ხო შევხედე კაცი ვიღაც ენა გადმოყოფილი რაღაც უბედურება იქიდან ხვის ის დეპრესიაში სიგარეტზე ეწევა აქეთ ნესტანი ჩვენი ძმა და მეგობარი საერთოდ მოკლედ აღმოჩნდა ეს სერიალი ისეთი მაგარი ნუ მაგარში გულისხმობ ჩვენ ისე შეხვდა ეს სერიალი მე ამე მესაძმესი რომ სეტრაკიანი მესიზმრებოდა სეტრაკიანი იყო ეს სომეხი ებრაელი სერიალში ხმალი ქონდა და ხოცაბეთე და ცლიდა თავებში რაღაცები იქ ნესტანსის გამოუჩნდა კნუტი
კნუტი არ ერქვა არავის, ესევე ეძახდით, უბრალოდ ერთი ლათინო ამერიკელი მამაკაცი, რომელთაც მიხილვანესტანი და საგიჟეთი იყო, აი იყო, მაგრამ მართლა მესიზმრებოდა. ყოველგვარი ხურობია ჭანტრი რაღაცა ისე უწევდა რა და რამე ხოცავდის და ერთად ხლა. გაბი. მე მაგხომე აი რაღაცას გამერო ვახმოვანებ. გესიზრე. ჩამყოლო. კი, აუ ეკი არა 2-3 დღის წინ რა, გეფიცევი. დაბადების დღე წავიყვანე ბავშვით. ხო. მე თან ორი შვილი მყავს. ხო და დაბადების დღე წავიყვანე, იქ მინდა არ გია ბავშვი რა მიდი, მოდი ეგ წაიყვანო რა მოკიდე. და სახში მაგარი დაგლევი, ბევრი დაბადების დღე იყო დღეს და მოდი დაგლევი და ელეონორას პატარას ვეუბნები რომ წამოთახში გავედით რაღაც უნდა გეთამაშა რა და მოდი მეთქი რა გავედი მე დანიელი ქვია ჩემს და იმას ვეუბნები რაც ახლა მოყვები ეგ მოუყვები რომ მეთქი იქ რო ბავშვებს ეს უკიდები იმასაც თავისთავად მომენატრე ეგ გონების არევები არის ხომ ეგ ყოფილა ეგ სიტუაციაში ანიმატორად არა მაგრამ ის ყოფილა ეს პერსონაჟი ხო პერსონაჟი ყოფილა და იქ ბავშვებს რაღაცა ესე რო ველაპარაკები და რაღაცა იქ პატარა დამყავს 8 წლის და გადამყვა. კი. შემდესანაც ეგრე. მე ეგრე მარჯვენა შულში თამაშობდით მეთევზე 1-2 სპექტაკლს და ცოტა ისეთი თუ ის მოკლედ რა რამშო არ მახსოვს მოკლედ პერსონაჟი იყო ასაკოვანი მე რატომ გასეგეთებს მაძლევენ ამ ბოროტი უნდა ვიყო ან ასაკოვანი ან რაღაც რა ვიცი ხო და იქ ესე დადიოდა მანერა ხო ქონდა რაღაც ისე და სახში რო და უკვე რო იკითხეს რა ხო კარგი რა თუ მე მივხვდი ეს რაღაც დაუბანჩალებ აი მაგ ბოროზე და ასაკოვანზე გამახსენდა მე ეხა თეატრალურზე ვაბადე წარმატებები ბატონო ალბობა და დავდივარ თეატრალურ სტუდიაში აჰა თამნა ნიკოლაძე არის ჩემი კი ბატონო მასწავლებელი დამეგებელი ის რა მოიკითხე გქონია შეხება ძალიან საყვარელი და ძალიან კარგი ადამიანია და გქონია შეხება შუაქალაქში და ისეც თეატრალურ ცენტრში რა მაგრამ ძალიან რა დიდი ის არ გქონია მაგრამ რაღაც რა ურთიერთობაც გქონია დადებითი ემოციის გარდა მასნებობა გადადინის არაფერი ასე რომ წარმატებები მადლობა დიდი და მე ვთამაშობ ახლა 60 წლის კაცის როლს აბა როგორ მოშევული ეს ჩემი არ იყოს ეხლა რა გინდო რომეო გინდო და თუ არა მოიცავ ეთყული გძელ ფეხებზე ქვია იმას რა ქვია ეს ხო მედია თუ ყვებთან ამას მე მგონი შეიძლება თქმა ხო პიესას ეთყული გძელ ფეხებზე ედვარდო დე ფილიპოს ის არის პიესა არის და 60 წლის კაცი ერთად როგორ იცი აი საზიზღარი წარმატებები გისურვებ კი ბატონო შაბარი და მე რასაპირებ მე ვაპირებ რომ გავყვე ამ სამსახიობო სფეროს ხო არა მე ხო აი როგორც ესე აი მე დაამთავრე და ეს ხარ დაამთავრე და სამსახიობო ხო მე თეატრები იქნება ძირითადი განხრა მინდა რომ იყოს გახმოვანება სახეობები მინდა რომ ძირითადად იყო კი ბატონო მაგრამ ეგრე და იმას მიხდი აბა აჭარანით რატო რა ჩვენ არ ვეხებით ქვეყანაში რა ხდება ფეხებში მიდია უბრალოდ მერტმა ხელი მოგიმართა ერთმა ხელი მოგიმართა ცალკე ასე რომ გამოიყოს ცალკე კიდე გახმის კი ვა რა კარგია ნუ აჭარანეთი არ არის ხო და არის საიტი მაიტარი ხო არ შემოშენილი არა მე არ ვიცი არა საიტები რო არის რაღაცა ვიცი რაღაცები არის საიტები არა მე გულისხმობ ის ხელა დოზითაც საიტი იყო და რაღაცა ცოცხალი პროცესის ნაწილი იყო ის კი არა რომ რაღაცა გავიგეთ რომ ის ფილმია და გახმოვანდა არა რაღაცა სერიალები სხვადასხვა ხო HBO-ს და არა მარტო Netflix-ისაც რომელიც მართლა იმ მომენტში ვიდეოდა მუშაობის პროცესი და გამოდიოდა ხალხი ელოდებოდა რაღაცა ის იყო და მართლა იმიტომ იყო ამდენი პრეტენზიაც რო მოდის და იმიტომ რომ ელოდებოდა ხალხი და ჩართულობა ის იყო და ეგეთი ჩართულობის მქონე არის რომელიმე საიტი სადაც მაიკადრი ქონი არის ხა მაშინ იგივე მაგრაუდენობის მაყურებელი ყავს კი ძალიან ბევრი მაყურებელი იყოს იგივე რაოდენობის აი ეხანდელი მაიკადრი რო ავიღოთ და მაშინ გადაჭარნეთი ძალიან დიდი ის არის ფაქტურად ესე არიან დონეების მიმართ მაყურებლების მიმართ გიორგი წერეთელიც მანდარდა მარიამ გეორგიელის ახლა მაიკადრიძე ახმოვანები და დიდი ბევრი მოთხოვნა არის ბევრ სერიალზე მე ის ვთნათ რა დაურეკოთ კიდე ეხა ხო დაურეკ მოიცეთ თუ იპოვე ის ნომერი
ხალხო თუ გესმით ხმა მე ეს ხო კამერამენად პლიზ. შენ ვითხარი მანამდე შენ მოიცეს ძო. მაგას. პოვი. რეკლამები არ გეკდება? წერტილი აკეთე. არაფერს არ ჭირდება ხოლმე ძირითადად. რეკლამა FM8 პოდკასტში გამოიწერეთ აფხიბლისა. 4 არ ეძინება. 4 არ ვაიმე. ოკეი, ის ვიბრაციაა. გაუმარჯოს. გამარჯობა. როგორ ძანდებით? კარგად, თავად. რა ვიცი ბიჭო, ფეხი მოვიტეხე. რანაირად მოახერხე? ბიჭო, ისე ველოსიპედზე, რა ვიცი, დანიელმა იმას ქნა რაღაცეები და ვიცი მე რა, მოკლედ, შევაშვები როგორ ხარ? რავი, არა, მუშაობ და ვარ. ბიჭო, არ გაქვს თავისუფალი დრო რაღაც შეწერამია. დღეს არ გეუბნები? ბიჭო, ზუსტად არ ვიცი, დიდი არ არის, სადღაც მე მგონი ქრონო არის, სადღაც 5-5.5 ის არის რა. აყამთია რა, უბრალოდ იმაზე რა. ხოხტა რა, ის კი არა რომ რაღაცა. სტუდია შეესკენ მოგვარდება თუ აქეთ იმას ქნა? აი, რა შვები, როდის გნახო? რა ვიცი, როცა მეტყვი რომ შევძლებ, რა ვიცი. დასაძლია სამუშაოში. მუშაობსა კარგი. დაგირეკავ ტელეფონზე. კი ბატონო. გაი. გაიხარე, მედი. ჟორიკა მომიკითხე. ვი? ჟორიკა. ოკეი, გაი. ატო ბუიტეხე ფეხი. არ ვიცი, სიყავს ეს. 4 შევას რო არ მიგო, მაგ 4 შევასთან დე ხონახავს ამ. ალბათ ხო, წესით ხო დაიგება. აჰა, ხმა თუ მალე იქნება მალე ხმა. ხო დაიგება. აი. გავაგზავნე. აი ესეთ გადაკვებას გავებოდი. ხო, რა თქმა უნდა, მომენტად ეს გაიხანი არ მოპარაკიები ისთან. ძალიან საყვარელი და ძალიან მაგაცია. და აი დავდი. ხო, მაგით თქვენ მოგავდით. რა გინდა ახლა შეგან მითხარი? კარგი, ესეც კითხვა მაქვს, ანუ რატო გადაწყვეტე მსახიობობა? ანუ ვინ იყო ასე ვთქვათ შენ? არა, ვინ არის ყო, არა, ვინ უბრალოდ ისე ხო ფიქრობ რა ჯანდაბა უნდა აკეთო და ერთხელ ვიყავი სპექტაკლზე, პირველად ისეთ გათვით ცოტა ისეთ ასაკში რა. სადაც ძალიან მომეწონა, ვიცნობდი ადამიანებს რა. ანუ ცხოვრებაში ვიცნობდი იმ ადამიანებს და იქ რო რაღაცები სხვანაირები გახდნენ, რაღაცა საინტერესო იყო იმ ალექსანდრე ბავშვისთვის. და მე იმიტომ რომ ადამიანები მაგარი რამეა. ადამიანი ძალიან პერსონაჟები მოდი ესე ვთქვათ, ყველა პერსონაჟი და უყოდ საოცარი რაღაცაა და შეიძლება გასაგებია რომ გარდასახვაზე და სამსახიობო სტატუსზე საუბარი, მაგრამ ცალკე როგორ მე ფსიქიატრი გამოვიდოდი რა. იმიტომ რომ თუ ნებისმიერ სისულელე რაც არ უნდა თქვას ადამიანმა, ან პირიქით თავის შუაში სიხაზნე თქვას, რაღაცა ჭეშმარიტად რაღაც მიზეზი ხო აქვს რა, ის გამოსვა, აი მაგერის ბოდიალი და ჭკირკეზე ლაობა და თუნდაც თავისი ჭკუით რა სიტყუება და რასაც თვითონ ვერ ხდება, მაგრამ დამწვარია რომ იტყუება. მოკლედ, ფსიქიატრი უნდა გამოსულიყავი. აულიკ ზურაბიშვილი უნდა ყოფილიყავი თანამედროვე, მაგრამ აი საიდან მივხვდი რომ მსახიობაზე რო ფიქრობ აი ჰობიდან, საიდან მივხვდი რომ ბიჭო რაღაცა ზერსკობას ვაკეთებ მგონი. აი ეგ ხდება. შენ გონია რომ მე მაგას მივხვდი? ძალიან დახმარებაზე ვარ. ძალიან თუ არესი. არა, მაგრამ წეგან არ მქონდა პოდკასტი ისე საუბრობდი და შენ გითხარი რომ უნდა გიყვარდეს რასაც აკეთებ. უბრალოდ უნდა სიამოვნებდეს პირველ რიგში და თუ არ გიყვარს სიამოვნება, მაგრამ და მე ეგ მატერიალური შემოსავალი ადგილებულებები რა ვიღოთ, რომ აი რაღაცა ფული შემოგივიდეს ან ეგ იმდენად მეორე ხარისხოვანია, რომ როცა აკეთებ და ის რომ რაღაცას კარგ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე შეიძლება პოდკასტს არც უყურებ, იმიტომ რომ მე არ გვარი, იმიტომ რომ ამ წამს ვარ და ამ ცხოვრობ და მორჩა. ვიხდი? ვაიმე იქ რამე ნიტოთ ხო არ თქვი?
იმიტომ რომ თქვი ეხლა რომ ესეა რუსულად ხო აი ამშვიდაც არა ხო და იმის თქმა მინდა რომ უნდა გიყვარდეს რასაც აკეთებ და მე ყველაფერი მოდის და ის რომ მე მივხვდი რომ რას ვაკეთებ ეს ყობაც არა იმას ვაკეთებ მე ვაკეთებდი იმას რაც სიამოვნებდა და ვცდილობ ვაკეთებ ახლაც თუნდაც ახლა შენთან საუბარში რომ ვცდილობ სხვასაც მაინდა-მაინც რა ქვია შეარდა და შავა კოსტუმი ხო არ ვიცი ციოდა დღეს ხო და ეგ არის უნდა გიყო ნებისმიერ გინდა ქვასთლიდე და გინდა შუაგზაზე იდგე და გზას არ იგულივებდე რა არანაირი შოვა საქმის სიყვარული თუნდაც არ გიყო ახლა შეიძლება ვიღაცა მითხრეს ყურუბე როგორც ასე რა თუნდაც გიგიგასებოდეს ხო მაგრამ თუნდაც მოგიწია ხო ყველა სხვა რა ვაკეთებს აი მაგას როგორ უნდა დავაჭიროთ სადაც რომ მიდიხარ და ის სიტყვაზე დღეს ხარ ავეჯის ჭირდება მუშაობა და მუშაობ ავეჯის ცეხში ხო რა მნიშვნელობა აქვს შეხედე ამას აი წეგანაზე ვსაუბრობ ვიღაცა ხო ჭეშმარიტად უჭერს მუღამს აბა შენ დებილი ხო არა რომ შენ ცადე მithume მე ჩემთანზე ვსაუბრობ რა ჩემთანზე ვეუბნებოდი ხოლმე ეგეთ რაღაცებს და ვეუბნები აღარ იცის ხო რომ ვიღაცა ხო უჭერს მუღამს აი როგორ სახიობმა დაუშვათ ხო აი რა ის ტიპი რა ჯანდაბის მუღამს უჭერს ვითამაშოთ ის ტიპი ვისაც მაგრად ევასებაც მუღამს ხო აი რაღაცა кайფი ხო უნდა არსებობდეს რადგანაც ევასება ბუნებაში ვარია кайფი შეუძლებელი და ეცეთ მე მაგ სიამოვნებს და ის სიამოვნებს ცოტა ხანი მე მიხდები რომ გავიგე კაც რა სიამოვნებს დაანებებ თავს მაგრამ აიღებ იმას რა ქვია ნებისმიერ მოცემულობას ხო შენცადე დაუჭირო მუღამი ის იმის გამო თუ ვაკეთებ რომ თვის ბოლოს რაღაცა შემოსავალი მიიღო ან იმის გამო თუ ვაკეთებ რომ ძერსკობა გამოგივიდეს ავიცი არსენალამდე რაღაც სხვა გამოვა რა ან მე ყოველ შემთხვევაში აი ეთყობა იმის რომ უყურებ რაღაცას აი ცდილობს რომ რაღაცნაირად კარგი როგორ უნდა იყო ის ხარ რაც კაცზე იძალა აკეთებ იმას რაც იმიტომ არა რომ აი ხლა ეს მარა ყოფილა ეგ ჩაწერის დროს მაპატი თურქული სერიალების მოყვარულ ადამიანები ყოფილა მომენტი რომ აი არის და რაღაცა შეიძლება რა და არის რაღაცა რომ მოდის აი იმას უკვე თუ თვითონაც მიგიზი და იცი რაღაც შტამზე აი რაღაცას ხო გინდა არ გინდა ბუნებრივად რაღაცა სხვანაირად მოდის რა თუნდაც იმ თურქულებშიც რა ბოლოს ისე დავამუგამეთ გულისხმობთ არასაქმის კეთების და გახმოვანების თვალსაზრისით უბრალოდ შიგნით რა აი რამდენად რომ აი ისეთ საშინელებებს წერდით მაგრამ აი უკვე იქ ვიყავით ოჯახის წევრებს მე თურქული სერია იმის საუნდტრეკებს უსმენდით არა ნუ რა ჩუკური იყო ძმაო და ისე რა ქვია იშარტე შიგნით ძმას თუ რაღაცა არა ასიძახ ვაუ ხო ნუ როგორ გინდა შენი არ იყოს და იმის წეღანდე მოყვება და ეს ქუჩაში როს ხო თურქული ქურდული სამყაროთი და თავის განგსტერებით და თავის საუნდტრეკებით და თავის იმთან ეს სერიალი თითო არის თუ ხო იცი არა 2 საათნახევრია 3 საათი არის და 3 საათი უბანში გახარ თურქული გარჩევებით ესე კლარუსი თქვი რა ბოლოს ხო ესეთი ამბავია მაგრამ არა აი დედა რა გაიდროები გამახსენე კონია თურქული მეცერც პერიოდი მაგრამ მე მიხდი რომ არის ყოჩე აი ეგ მაგას გეუბნები არ არსებობს შენი არაფერი რა და არ არსებობს და ყველაფერი შეიძლება ვიღაცა ხო მე ხო იამაჩი მევასებოდა რა და მევასება ხო ხო იმიტომ რომ იქ შეხვალ და გაიწი მიიღი მიმღებლობა უნდა გქონდეს მეტი თუ შენი ახლა თუ რაღაცა ის ხო არ არის მართლა წელს თუ არ აგატკიებს მაინდა-მაინც არა უშავს თუ არ არის შენი გაიშენე ხო ხდები ეს ამბობ რავი ცადო ყოველ შემთხვევაში დაჟე მაგ მცდელობის პროცესიც საინტერესოა რა ბიჭო რასაც ის გრობა მაგრამ ეჭიდავები რომ რაღაცნაირად ეგება მოგეწონოს ძალით რო ცდილობ მოიწონო და მე აი ჩაიკეტე ოთახში და მოვსმინე წყულაივოს პული რა თუნდაც 58415 ჯერ და თელი დღე ხო მოგეწონება სადაც არ მაგაიგო ტანსა და ეს მითუდეს როცა საქმეა რატომაც სადა ყველაფერი ნებისმიერი წეგანებული ძალიან გაიგო თუ ძალიან საინტერესო ახლა და აქო ხო მაგან არ ხარ ეგ ბევრს ან ბევრ მარის ეგ
ახალ და აქ. და ბევრს წერება და ბევრი ან მომავალზე ფიქრობს რა. ეგ რამდენად პრობლემაა შენი აზრით? ვისთვის? ზოგადად ადამიანისთვის. ადამიანების სხვა პრობლემა. არა, იქ ხომ არა ცოტა ფსიქოლოგიურად რო გავყვეთ საქმეს. რა პრობლემა? შეიძლება საერთოდაც არა პრობლემა. ეს შეიძლება მე და შენ რადგან სიტყვაზე რაღაცას ვფიქრობ, მაგრამ რატოა პრობლემა? ცხოვრობს ბედნიერად ადამიანი, ამიშოვა და იჭდეს იოცნებს მე ამაში პრობლემას. პრობლემა რა არის მოდი ამაზე შევდაბდე. პრობლემა არის ჩემი აზრით, როცა ვინმეს რამე უფუჭდება, სხვას. ან ზიანი ადგება, ან რაღაცა საერთო, ან როცა მეს ცდება და რაღაც სული ცდება მეს, ეგ არის პრობლემა. და ეხლა თორე მე ადგები და თავს ურახუნებ ყოველდღიურად კედელს თუ არა ეს ჩემია და კონკრეტული ინდივიდების პრობლემაზე მე ხო ვთვლი რომ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ დამუღავებული მაქვს, მაგრამ ურახუნებ ხო ვერ მომთხოვე რაღაც ხო აი მე მაგალითად მეჩხუბებიან ჭალებში ბიჭო ნამც არ ვაგდებ ძირს მაგრამ უარესშვე ჯიბეში ვიდებ და არის ბიჭოები ჯიბეში ახლა ვიღაცა გქონდა დევილე ხო ეხლა ეგ პრობლემაა ჩემი თუ ხო ვერ გეტყვი ვიღაც ყველა თავისი გზაზე უბერავს მაგრამ ის რომ ჭემარიტება არის ის რასაც ვამბობ ვერ გაიქცევი იმას რომ ახლა ხარ და აქ ხარ ამას ვერ გაიქცევი და ამაზე საერთოდ რატო უნდა იფიქროს ბერმა საერთოდ რატო მაგას ჯობია ხო დოლარის კურსი აიწევა იქ მე დაუჭერ და საახალწლო გაიზრდება და პლუსი წახო 0.40% ვიღაც ამაზე ფიქრობს სერიოზულად მაშინ თუ არსებობს ახლა და აქ არსებობს ნუ წამიკითხავს ესეთი მოსაზრება რომ მომავალი არ არსებობს და არც წარსული არსებობს მარტო აწმყო რა თქმა უნდა არ არსებობს რა არსებობს ხო მან მაგაზე ხო წარსული იყო მომავალი იქნება რანაირად არსებობს ახლა ხო ან მარტო ახლა ხო არ არსებობს ან მე მაგას ამბობ რომ მარტო ახლა არსებობს სულ ახლა არ არის ხო ყველაფერი ხდება ახლა ესე გახაზული იყო აქ წარსული აწმყო და მომავალი და მომავალში რო გადავიხარო მაინც აქ ხარო და მაინც ეს წინერში მოდი შენ ესე გავხაზავ რა აი ხაზი არის თლიანად დრო და ახლა ხარ და დადიხარ ხო და ახლა ხარ აქ ხან ახლა ხარ აქ ხო არ არსებობს ყველამე ყველაფერი ხდება ამ წამს შენ შეიძლება დაგეგმო სიტყვაზე გააჩნია კიდევ გონებრივ შესაძლებლობებს და რესურსებს რა შეგიძლია გათვალო ეგრე გაითვალისწინო რაღაცა და უშუალოდ დრო ის ამ იმ ხაზში შენ რაღაცა ქნა საუბრობ და ამას ვთითიბრო წაიქცევ ხო აი ეს გენიუსია აი ამ დონეზე რა ფართობის რაღაცას გათვლი ეგ თუ მაგაზე მესაუბრები რა სიყვარული მომავლის არსებობს და წარსულის არსებობს მაგრამ ახლა მხოლოდ ხომ შეიძლება რომ ამ მომავალზე ფიქრით და წარსულზე გლოვით ახლანდელი დრო დაიკარგოს ახლანდელი დრო ვერასდროს ვერ დაიკარგება მაგრამ წარსულზე გლოვა ეს მაგაზე დიდი სისულელე არაფერი არ მგონია აბსურდია წარსულის გაანალიზება აბსოლუტურად კარგი რამე და ლოგიკური რამე შეცნობებზე თუ ვერ ისწავლე აბა რა და თუ არ ელოდებოდი რომ შეცნობებს დაუშვებდი იქ საერთოდ კიდე სასაცილოა წარსულის გლოვა არის აბსურდი იმიტომ რომ ისე მივდივარ ჩემში აქ ვარ და ახლა მომავალში კიდე ძალიან მარტივია იმას არ ვამბობ რომ მომავალი შეგვიძლია ჩვენ თქვი არ არსებობს როგორ არ არსებობს მაგრამ მომავალი ვერია ახლა მომავალი ხო არ არსებობს პერსპექტივაში აღებული მომავალი ახლანდელი ახლა რო გადავალთ მე დროში იქ თუ იცი გააქვს ინფორმაცია რა ხდება ამინც გათვლი იქ რაღაცას გათვლი კამერას იმას შეგიძლია ეს შეაკოწიწო და დადო მე რაღაცა ეგ არის მომავლის ფიქრი ხო ჩემი აზრით სხვა მომავალზე თუ ოცნებაზე გვაქვს საუბარი და კიდე ვიეტნამელებს თუ რო არა რომ იქ რო არ და აქ რო არ ყოფილიყავით ეგრე რაღა აზრი აქვს მაშინ მე რომ მეტროში არ ჩავსულიყავი ტაქსით მოვიდოდი სულ სხვა გამოცდილება იქნებოდა მართვის მოწმობა რომ ჩამორთმეული ყავდეს და ისე დამჯდარიყავით აცი ხარ ადრენალინით მოვიდოდი ხო აი სხვა რაღაცა რა შეცვლი და ძალიან ბევრი რამე შეცვლიდა ყოველ თითოეული აი ეს თემიბურება ხელების ქნევაც რაღაცას თulis ვიღაცას აკუბარდიას უყურებთ რეალურად და არევასებოდა იმ ხალხს ისე გააჩერე შვილო ხელები შეხვდა ვიღაცა ამბობ ხო მე ხო მოკლედ ახლა ყველაფერი მოახდინე და გიგნე დაგიყვი მაგარი სიტყვა იყო ახლა ყველაფერი ხო აბა მარტო ვარში ხო ისმენთ კიდე ჩემო აბა
თორე ნახე როგორ მეპარები, უტრიალე. არა და სინამდვილეში გავამართლე ჩემი ხელების ქნება. აი ხომ და გავხსენო სიტყვა, იმიტომ რომ კითხვა იმიტომ დამავიწყდა. გავიდეთ რეკლამაზე. ჭრა ეთერში. არა ჭრა. არსოში 26 წუთია მიდის ჩაწერა. კარგია. წუთობრივად იხდით ხო თქვენ? ვიღაცა აი მაგას გეუბნები, ეხლა ვიღაცამ შეიძლება აბსოლუტურად დაიჯეროს. რომ ხო ჯერ შერა მაყუჭრი. ანუ ვაფშე როჭრი. და მე მეც რომ იხდი რა. ჩემ პატარა გვამბობს ხოლმე რაღაც ადამიანებზე, რომლებსაც არ მოეწონება, ვის აქციებიც არ მოეწონება, რა. მამაც სიყვარული არ აქვს. ხო, მე გავუყურე ხარ. მე ერთხელ იყო მივდიოდი და ეს ხალი იყო რაღაც სამი ადამიანი გამოკლეთ და ერთი გამოეცნაურა რა, მოვიღე და ხო. და გავიარეთ, მამა ამას ახსოვს სიყვარულიო და მე მომბრუნდი, მოვეღონებას მოვატრიალე და მეთქე მე არ ვთქვამ საერთოდ მეთქე ამ თქვენ გავხარდა იმ ადამიანს. აი ამის პანდა პანეტა სისულელე ჟესტები შეიძლება ერთ ცოტა ენდორფინით მეტი რაღაცა გამოიყო რა. სამყაროში ენდორფინით ერთი მეტია და რაღაც ისეთ ვერ დაკავდა რაც მაინდა-მაინც შევით ფულებს არ მეხტის ფულებში. შენ ბევრ წყალს ვამ. კიდე ჩემი აი შენდაგე პირი მიშევა მარტივად ხონდა საუბრის ახლა და ამიტომ ეხლა ვიღაცა იქნება ეს შუასაკში შესული. ამას აწუხებს თირკმელები. ისინი თქმა მინდოდა მადლობის ხმა დამავიწყდა ერთი რაღაცისთვის 3 თვის წინ თუ 4 თვის წინ დავდე YouTube-ზე 12 ხმიანი დუბლირება ანიმესზე. ქონდა 300 მაქსიმუმ 300 ნახვა. და ეხლა რამდენიმე დღეში გავარდა და მაქსიმუმი ერთ კვირაში აქვს 14000 ნახვა. და გამომწერებით ესეც იმას არ ვიცოდი. მადლობა ხალხო. დამოვიწყდა მაგის ხმა. ესე იგი YouTube-ზე რო უყურებთ ხოლმე რო თქოთ და ეს არ დაგავიწყდეთ ინგლისურადაც გქრობთ, ისი გამოწერით და ლაიქით. შენ პირიქით თქვი. თქვენაც აჭირეთ მაგარი და თქვენაც გამოგიწეროთ ხოჭა ხო აი მე ეს ხო გაიზარდო. თუ არ რა თქმა უნდა. მონეტიზაციას ვერ ვაკეთებ მაინც. მონეტიზაციას ვერა, მაგრამ სპონსორით შეიძლება. აბა ხო. აბა კიდე ეს ეს მაინტერესებდა მართლა ზეგა რომ მიგონებოდი ბრომატი ნამდვილად არ ვიცი რა არის, მაგრამ ეს წყალი ბრომატს არ შეიცავს. თავარი ეგა, აი, ბრომატი 0%. ეგ შეიცავს? ეს კი ეს შეიცავს ბრომატს. ალბათ, არა წერია შეიცავს და ალბათ შეიცავს. ბრომატი. როგორც ხედავთ, ძალიან ისეთი არაორდინალური პოდკასტი გვაქვს. აუ, გავაფუჭე რაღაცა. არა, პირიქიდან პოდკასტები მაქვს ხოლმე ესეთი რაღაც ჩამოგეძინება, ან რა ხელა რეკლამას უკეთებს, ხალხო. რა ხელა რეკლამას უკეთებს თავისი პოდკასტი. რა თუ ჩამოგეძინება, კაცო. ანუ ზოგი პოდკასტი არის ესეთი წყნარი რაღაცა და წნარი ზემილისა. მაგ თემებზე რა ჩვენ ვილაპარაკია მაინდა მაინც ხიმუსილოზე და მაგასე. ისეთ თემებზე ვისაუბრეთ ახლა ჩვენ რომ ადამიანი დაფიქრდება. აი სიტყვა წერან ახლა და აქ რო ვისაუბრეთ. ხო, რა ვიცი. ეგ წერანი იყო. ასე ვიყავი გასულები, მოხსნას პოდკასტი როგორია? ჭრები უფრო წერან გავედით შევიცვალეთ საინტერესო თემებზე ვისაუბრებით, აი სერიალებზე ვისაუბრებით წერან. ხო. პოპკორნის სერიალი და სიტყვაზე ისეთი სერიალი, რომელსაც დაჯდები და უყურებ და იტყვი რომ ვაუ. რომელი გახსენდება ეგეთი და რომელს გამოარჩევი ისეთ სერიალს რომ პროსტა პოპკორნის საერთოდ აგავია და ისეთი სერიალი რომელიც ვაუ. ისე რა ქვია, ჯერ ესეთი. ნაგავიც ძალიან ქვედა სიტყვაა და ვაუც ძალიან ზედა სიტყვაა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. სერიალი ზოგადად სერიალი არა, ზოგადად არ მიყვარს სერიალები. იმიტომ რომ ესე რო ავიღოთ, სერიალად რო ავიღოთ, თუ როგორ არ მიყვარს სერიალები, ძალიან მიყვარს უყურებ და ასე შემდეგ. დაჩეხილი რაც არის. საერთო აზრის თვალსაზრისით ვიზარდ. ამიტომ ყავს ისეთი სერიალები, რომელიც უფრო მეტად მიახლოებულია ფილმთან. უფრო მეტად არის მოკლე. აი, Grey's Anatomy ხო ყველას უყვარს ძალიან კარგი სერიალი, მეც უყურებ იმის გარდა რომ ისედაც მიწევდა ყურება. სეონებით უყურებ, მაგრამ არის ეგეთი საგანოს დაღილი მოხვალ, ჩავჯდები, კი, ჰაუსი. ხო, ეგ ჰაუსი. კარგი სერიალებია, რომელსაც დავჯდები, უყურებ, რაღაცა მივიღებს, მაგრამ წერა ვსაუბრობთ, ისეთი პროდუქტი შეგვდა, რომ დროს წაყვეს. რაღაცა შუაკალოქსზე ვსაუბრობთ, ხო? და ფრენდზე ვსაუბრობთ. მუღამი ის არის მithumedes სიტყვა, რომ 20 წლის მერე შენი თაობაც
ისე მიიღებს სიტყვაზე ჩემი ცოლის დაკალებს როგორც ახლანდელი ან შენიშვილების თაობა რო აყურებინო ხო მე შენ ასაკში ჩემი არ ვიცი შეიძლება ხო რა სიტყვიან ხალხი ძველია მაგრამ ხო სხვა ის ექნება რა და სერიალი ესეთი ყველაზე საშინელი სერიალი ოკეი კაი გეტყვი ყველაზე საშინელი სერიალი იყო სუბიექტური არა ეს საშინელი სერიალი იყო 400 რაღაცა 400 მეერთე ოთახი იქ ბავშვები არა გენიალური რამე არის ბავშვები 400 მეორე ოთახიდან მიყვარს ეგ მიყვარს არა რას ამბობ ეგ არა თურქული სერიალია აი ხო გავიგეთ რომ მე შენი მამი დავარებ ბრაზილიურ ესპანურ ლათინურ რაღაცა ხო გავიგეთ რომ მე მამა შენი ვარ და ქალი რო ეუნება და ხო და რაღაცა ბავშვი რა ჩვენ და ვერ გამოყავს ყველაფერი ხო ეს იყო აბსოლუტურად აი არ ვიცი რა გითხრა გროტესკული იყო რა ოღონდ გროტესკული იყოს კი არ ვამბობ არა თვითონაც იცოდნენ რომ გროტესკული იყო ფორმებსაც იცოდნენ ხანდახან საგიჟეთი იყო აი უძლებდით რასაც ქვია და ყველაზე ესეთი სერიალს ესე ხო იცი რომ აკეთებს საქმეს გიყვარს ყველა ეს შენი სერიალი და დოქტორ ჰუ იმიტომ მომეწონა რომ მე ჩავგიქი მართლა ის სამროუდ საიდან მოდის რომელიც წლიდან 60-იანებიდან იყო და მე მოკლედ ძალიან მომწონდა კასტიც ძალიან კარგია და ბრიტანეთი მაგხრივ ხო ხდები რა ვიცი სამსახიობო თვალსაზრისით ხე ხა ჰოლივუდი გავიგეთ მაგრამ აი სუპთა სამსახიობო აჩა რა ქვია ერანდი ვერ მახსოვს საკუთარ დოქტორ არა დამავიწყდა მსახიობის ისა მოკლედ კარგი მსახიობები კარგი და ზუსტად ეგრე იყო საშინლად რო დაიწყო აი როგორც ძალით ვიწონებდი იცი პირველ სეზონს იმიტომ რომ ну 60-იანების კიდე უფრო საყურებელია იმიტომ რომ მიმღებლობა გაქვს შავ-თეთრია კარგი ვიცი სასწრაფო აი რაღაცნაირი გრაფიკები რო იყო ჯერ და რაღაც მაგრამ ძალიან მე რო კალი რაღაცები ცოტა იმას ვქენი, მაგრამ დოქტორ ჰუ თორე ესე რაღაც ფილოზოფი შეგეთქვე დაგაფიქროს რაღაცაზე, ეგეთი სერიალი. არ ვიცი, ყველაფერი. არა, ეგეთ ხო დასაფიქრებელი სერიალი ერთიორი თუ გავარდება ხო? არ ვიცი, აი რომელი? ერთი მითხარი. აი Adolescence მაგალითად. მაშინ მაგლობიგით ფოლოვერებსაც ან რაღაც ხო, არ ვიცი. Prison Break. Prison Break-ი რა ჯანდაბაზე დაგაფიქრა Prison Break მარტივ მითხარი. დაგფიქრეთ არაფერზე. მაგალითად არის ისეთი რა ქვია პოპკორნის სერიალი. ჩაიძდა და იმას ის შეუყვარდა და ტატუები დაიხატა და შევარდა ციხეში და გაათავისუფლა. არის მასი პლუსი. ხო და ეხლა მას სერიალი. რაღაცა მე მიხვდები რომ ამას ეკითხები. ფილმში რასაც ეხომი ძირითადად ფილმებზე რო გადავიდე. აი სიტყვაზე მე ვიძებ მურალს. Spider-Man მაგიტომ მიყვარს ყველაზე მეტად რომ ვთვლი რომ არის ერთ-ერთი უდიდესი მორალის მქონე ფილმი. აი სიტყვები როა. დიდ ძალას გასაგები. ის რასაც ეხომი ფილმში ძირითადად ფილმს ვუყურებ. აი ძალიან ისეთი ბრტყელი ფრაზა გამომივა, მაგრამ ბოდიში სიმართლეა. რასაც ვიპოვი. აი საინტერესო ის იყო ძალიან. იმიტომ ხო არ როგორ გითხრა ეს რა ქვია არაფერს არ ვეძებ, რაც მოდის ვეცნობი და გებულობ, რასაც ვიპოვი მიხარია, ცუდიც რო ვიპოვო, ძალიან საშინელია, ძალიან მაგარია, იმიტომ რომ უკვე ვიცი, ეს არის. და ესეთთან შეხება მქონია, მეორე დრო შემოხდება. ესეც ნარაც შევხვდები და აღარ ეს რეაქცია აღარ მეკდება. ამიტომ რასაც მიმღებლობა გაქვს მოსამატებელი შენ პერსონაჟს რა. გეუბნები მაშინ, ანუ რაც მოდის ნახევი, იქნება ესე იქნება. აი, მაგმუღობით არასდროს დამჯდა რომ გასახმოვე. პირიქით, მოდი ესე რას ვიპოვი? აი, ამითი დამჯდა რა. აუ, აქ რამე ახაცას ვიპოვი. საყურებლადაც. აი, აქ შეიძლება რაღაც ვიპოვო. და მე რო უყურებ თავი, რაღაცა ესე ერთი ვიპოვეთ ესე ხო? რაღაცა იმას ილეკება ალბათ. იმიტომ რომ ახლა ვარ ის რაც ვარ. მე შეიძლება შეიძლება ვიღაც გოდერძი ჩაიარა და ხელი დამიქნია და მაგ მომენტში რაღაცა იმას შეცვალა ხო რაღაც პერსონაჟის რაღაც. ესე რომ არ ვიცი არაფერს, რასაც მომცემს და ვიპოვი, ცუდი იქნება თუ კარგი იქნება. ანუ მაგისთვის ვარ რა კარგი. X რო კითხულობ, ხო არ ფიქრობ რომ აი ხლა ეს იქნება, აი ხო არა რომ
რა ხდება პირიქით, გაინტერესებს რას იპოვით, თორე ესე მიზანმიმართულად არაფერს. აი გასულ ხო კითხვა დამოვიწყდა ისე. არა უშ მეორე გაიხსნა. რამდენად დიდი ზალა აქვს ფილმერს ხალხზე ზეგავლენის მხრივ? შვენიერი პროპაგანდისტული მანქანა არის. ერთი კიდე რომ ამ გზით გამოიყენო. მეორე ის რომ რასაკვირო ყველაფერს ნუ წერან რა თქვი ვიღაც ადამიანური ჩაეროს ხელი დაგიქნევს ან დაინახო რომ ძაფრაჭმევს ან პირიქით ძაფს უთხრავს ან 1000 სისულელი რამდენსაც გინახი ჩამოგვიწყ შენზე აქ ყველაფერს აი ეს ნატურაც ეკონომ ნატურალურა და როცა ამასაც ყოველ გავლენა იმ რომ მართლმოდეს ხო და აი ხო ჩამოვიდეთ სხვა ფერებში ყველაფერს გავლენა თავისთავად სადაც სიტყვა შემოდის მუსიკა შემოდის და სიხშირეები მილიონია ეხა ის რომ სიხშირეზე რას მოედება ადამიანის რომელი ადამიანის გონებაში თავისთავად უდიდესი სადაც ამდენი სიხშირეა იქ თავისთავად რაღაცა დიდი სიტყვა ბოლო ხო მაგორჩა მაგამდე დავიყვან რა სიტყვას აქვს დიდი გავლენა ჟესტს აქვს დიდი გავლენა ნებისმიერ სიხშირეს გერას აქვს დიდი გავლენა და მან ყველაფერი ერთად ათავმოყრება ხო ვიზუალს ფილმზე რო ვიზუალს რაღაცნაირად კი საშინელებები შეიძლება გააკეთო და ვინახავს ჩვენ ერთი შემთხვევა რომ ჩვეულებრივად შეიძლება ადგე და გააფუჭო ან პირიქით ომი დაიწყო ან პირიქით მშვიდობა მოუტანო ჩარლის დიქტატორი ხო აჰა აი დაგრაზე დაგაფრე ჩარლი ჩაპლინი დიქტატორი კი ბატონო აი ფილმ წერა საუბრობს სერიალის რა გითხრა ხუთი სერიალები ჩემთვის ესეთი აზრის მომცველი აი სერიებად შეიძლება დოქტორ ჰუში მაგალითად თელ სერიალს მირჩევნია ისე რა ქვია ვან გოგის ისე რა ქვია ეპიზოდი მირჩევნია ხო დოქტორ ჰუში ხო აი ვან გოგის სერია მირჩევნია სიტყვაზე თეირიბოს ასევე ამერიკაში რო ფერადგანიანები და თეთრგანიანების ადგილი იყო ცალკე გაყოფილი როგორ გაუქმდა იქ ყველაფერი და ვინ იყო რეალურად ისტორიულად და როგორ აი ეგ სერიას აი კიდე გამახსენდება ესე ცალკე და ესე დოქტორ ჰუ რო ავიღოთ ესე რომ გითხო აი რაღაც აი ისეთი პატარა ისეთი კამფეტები იყო შიგნით რომ აი ეგ იყო ისე როგორც და ფილმი ეგ არის სრულია შეგდიგნია რა დები ოღონ ზარმაცების შიგნით ისე და რაღაც ყველაფერი შიგნით და მუსიკაც ვიზუალით ზარმაცებულები ვართ ეს არა ძალიან ისე გამომივიდა მაგრამ ხო ხდება რა ვიზუალი მოცემულია ხო და აქ შენ ხარ ყველაფერი პერსონაჟებით კასტ მენეჯერიც და ყველაფერი შენ ხარ ასე რომ ის არის რა ქვია მოკლედ გამიფანტა აზრი საიდან საწავედი შეკითხვა იყო რომ გავლენა აქვს საზღვრად დიდი რასაკვირველია იმიტომ რომ სიტყვას და ჟესტს აქვს ძალიან დიდი გავლენა ძალიან დიდი ამ ხელა შეპრულ თაიგულს შეიძლება გამოიყენო როგორც სულ ესე ჩვეულებრივი გზით გაიჩნია ვინ დგას უკან ეხლა ლეპტოპს შევაერთებ და გავიგო კი ბატონო შეიძლება ტაქს ეს ბრომატი რა არის გამაგები მარტო მაგის გამომიდა დოქტორ ხუსტასწორ მარტო მაქსიმალიზმის ხო აუ არა ოღონდ შეხედე ის არა ქვია ეხლა შენ რო ადგე და უყურო დოქტორ ხუს მაქსერიას ვერ დაიყენ იმ კაიფს რა კაიფზეც მე გელაპარაკებოდი იმიტომ რომ და არ გაიგებ შენი twin-ში არ არის ის დამოკიდებულებები იმ არიცი რა უბედურება ალბათ გამოვიდი ხო არაფრის მომცემი იყო შეიძლება მაგრამ იქ უკვე ჩუგურასი და ისე არ იყოს რა იცნო ტიპს და აი ეგ კიდე ხო ხდები რომ სად უბრალოდ სახიობს და ეს უკვე შენი არის რა თან პირველი სეზონის ყოლები აუ პირველი სეზონი შეგარ მეც პირველი სეზონი ძალიან გამიჭირდა იმიტომ რომ მაგრამ კიდე კაი მომიწია თუ რა ძალიან კარგი ის იყო და ის გრეის ანატომიაში არ გამოიწდება ლიფტში ეუნება ეს რა ქვია დე ლუკა გრეის რა ნუ ტარდიში ხო არა ვართო და აგ გადამემართე ჩემი დოქტორ ხო ახსენეს მე გრეის არასდროს ვიცი ფეხები გასი უ რა უნდა მიგდო პოდკასტში ბლუფერები გაქვს არა ანუ პოდკასტში ვაქ ესეთ რაღაც რომ არ ჭრი ხომ ძირითადად არაფერს ანუ ეხლა რო გავიდა ლეპტოპი შევერთე ამასაც არ მოჭიობთ ანუ მე ხო როგორც გითხარი სპეციალურად აი ხო ვიმზადები მე მოვემზადე და არ ვიყურე არ ვიყურე იმიტომ რომ რაღაცა ხო გეუბნები ჩარჩოებში რომ არ ყოფილიყავ
აბა, კაი, მოდი გახმოვანებას დავუბრუნდეთ და რას გვირჩევდით ამ წელ გახმოვანებას? მეტყველებას. ყველას საკუთარ თავსაც. იმიტომ რომ მე ვდუნდება და მე შეგიძლია ისე გასაგებად გივლაპარაკო ყველაფერს, რაც ისმის და აბსოლუტურად პრობლემა არ არის, მაგრამ პირის გაგება და მეტყველება და ყველას გონია რომ ისე მე საშინელი მეტყველების პატრონი ვარ. საშინელი. მაგრამ ის არის რა. ტყილა ხო არ მოვი კაკალს როიდები. ესეც ხო კუნთია და მასაც პატარა ვარჯიში უნდა იმის გარდა რომ ქართული არ ვიცით. ეს ქვენ არ გიხებათ. უკვე კი გრამდიჯერბე ტექსტი მეწერა რომ სკვაზნიაკი უნდა დამგარიყო და არა ვერპირი. ხო, აი მაგას ვამბობთ რა, გული თუ აკეთებ იმასაც მიაქცევ ყურადღებას, რომ მე მოусმინე, აუცილებლად მოусმინე ბევრჯერ შენ მას. ოღონდ უსმენენ ხოლმე როგორ იცი? აი ეგარაც თქვი. ძერსკია თუ არა, ძერსკია თუ არა კი არა, შენ თავად არ მოусმინო. აი თუ ცოტა ისეთ შარიკია გადასაბრუნებლად, მაგრამ გადააბრუნებ, შეხედავ რომ აი რო უყურებ. მაყურებლის პერსპექტივიდან. ხო, ოღონდ მოყურებელი ვარ თემა არა. ხო. მარტო არავისთან ერთად. მარტო. იმიტომ რომ ვერ მოატყუებ შენ თავს რა და იქ შეიძლება ვიღაც ფონზე რაღაცას გინდა არ გინდა გავლენა კონდეს. ეგ ფილმს არ გავლენა სასწაული. ხო და ისე ურჩევდია ყველა ვარიანტში ნებისმიერ ახალგაზრდას და საკუთარ თავსაც ურჩევდი რომ თუ აკეთებ როგორც ეგანა უნიშნე ნებისმიერ გზას არეგულირებდე დროებით იყოს თუნდაც ყოველთვის აი ჩაეგირკიტე და ბოლომდე და გული დაიღლები და მოგბეზრდება არა დედას უტირებ არ მიყვარს ხოლმე რა მოიცადე იმიტომ რომ არა ხარ პროდუქტიული და ჯიქურად ჯიბრზე არ გამოდის რა ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებით ვამბობ რომ მოგიწევი მაგის გაკეთება და მე მიხვედრა რომ შრომა და აუცილებლად შეეხოსა შენი თავი და ნუ აი მაგალითად ვიღაცა არის შემთვის რაღაცა კაი ტიპი რა ხმონი და ჯიგერსონა კაი ტიპია და უკითხე აზრი ხო იმ აზრს თუ ეკითხე და იმის აზრს თუ ისმენ იმის აზრი უნდა დატოვო იმის აზრად მოგვიდეს პალიტრაში რა თორე ესე თუ ყველას მოусმინე და ზეგავლენა იქ შენ გარდა შენ თავზე ზეგავლენა არ უნდა იქონიოს შენ თავზე შეიძლება იქონიოს ზეგავლენა იმის აზრი რატო არ გითხრა რომ არ მოწონს ხო აი რატო არ მოწონს აი როგორც თქვი შეეგიდი შენ რა უნდა რატო არ მოწონს შეიძლება მიხვდე კიდეც რომ შეიძლება უბრალოდ ვიცი როგორც იციან ხოლმე რა ნებისმიერ სფეროში როცა შენზე გამოცდილია რაღაცა მან არის ხო როგორ არის ხო და ეგრეა ნუ შენ თვითონ მოусმინე და შენ მარტო მეთქი რატო გეუბნები ნუ შენ ყველაზე რა ხო ხტები რა ხო პიროვნება ახალგაზრდა თავობა ვიღოთ პიროვნება ყველა რასაც არ უნდა აკეთებდე ამას რო თლიდე ხო შეხედე და რეალურად მოგეძ რამდენს მისცემია ხო თუ ეს არის რამდენს გადაიხდიდი ამაში და მე ვიცი რამდენი ღირს ვიდეო ვერ არის გაიგებული ხო შენ როცა იქნებ თუ გიყვარს საქმე რა თქმა უნდა შენ როცა იქნები მაყოფილი შენ მაყოფილი ეგ არის ყველაზე მეტი ოღონდ თუ მასე ფართოდ გინდა მაშინ იმასაც უნდა დაფიქრდე რომ შენ კი ხარ მაყოფილი მაგრამ ხო არის საზოგადოებაში გაახედა რა პრეტენზიები გამიჩნდა ქართული არის თო იქ სიტყვები არ არის დიალოგებული და ყველა საზოგადოება რაც აი არასდროს არავინ არსად არ უნდა გააკეთოს მე გაიტანს აი ყველა საშინელება რა ნებისმიერ დამაში არბატურა 28-იანი მინდა 11-იანი დაიჭერდე შენ თუ გონი არ არის ხო და ასე რომ მიმინოში რო გამოდის ხო მაგერტე ჩენი ხო ბუბაროსის და სისულელები როგორ ამშვიდებს ხო აი ეგ არის არ მიაფუჭეჭოთ არასდროს არაფერი მაინც მიაფუჭეჭოთ იმიტომ რომ აუცილებელი შეიძლება ხელი ნაწილია მაგრამ უნდა შემოგეფუჭეჭოს რა თორე ისე შეიძლება ასოც გამოგჩეს როცა რაღაცას აკეთებ ქალაქში და მე ხარ კაი, მე მინდა ეხლა ესე კითხვა დაგისვა. ხელოვნებას მინდა შევეხოთ და შენი აზრით, რამდენად შეუძლია არახელოვან ადამიანს რო ეზიაროს ხელოვნებას და მიიღოს ხელოვნება და შეიცნოს თავიდან ბოლომდე. ნუ თავიდან ბოლომდე ეხლა შაბლონურია, მაგრამ შეცნობა არ არის ეგეთი ან მოიცავ. ხელოვნება არახელოვანი. რადგან ხელოვნებას ეძახი იმ ადამიანს, ვისაც უყვარს ხელოვნება თუ ვინც ილოს შემოქმედ ადამიანს გულისხმობ? ხო, შემოქმედი ადამიანი. მე ვთვლი რომ ყველა ადამიანს შემოქმედი არა გავაკეთო. შეიძლება ის არ ქნის არაფერს, მაგრამ პოტენციალს თუ გულისხმობ, პოტენციალი იმისი რომ
რაღაცა შექმნას ყველა ადამიანში აბსოლუტურად ამას მე პირადად ვერ შემეგამართება ვერავინ. ყველა ადამიანში უძლია რასაკვირველია. ეს ზიანოს უბრალოდ არ ვიცი რა ასპექტით. მე უნდა მაგრამ რას ნიშნავს მაგრამ ყველა ადამიანი ხელოვანია თავისთავად. უნდა თუ არ უნდა ეს პათემა. მაგრამ ვერ იყო შენ ადამიანს რომელსაც რაღაც შეუძლია რაღაცას ყველა შეუძლია და თავისთავად ყველა შეუძლია. მიმდევრობა წერალაზე ვშავობდი, შენ ხა თუ დადეკდა, არ მიყვარს მე ეგეთები, აი ეგეთებიში რო დიდი რაღაც არსებობს, ცოტა უკულია ეგეთები, არ ვიცი. შეიძლება რაღაც ჟანრი არ მოხდეს, შეიძლება რაღაცა არ მოწონდეს, მაგრამ ყველა ადამიანს ვერ ეზიარება, ნაზიარებია ყველა ხელოვნებას. ან დაავადებიდანვე ეგრეთვი რომ შეუძლია კი ყველა ხელის მოქმედ რომ ეგრევე. საშოდან გამოსვლის თანავე თუ მუცელში ყოფნის დროს არა კი შემოქმედია კი როგორ აბა მაშინ რანაირად შეწეკვდა მუცელში დანიელი ჩემი დანიელი ის რა ქვია ACDC-ის მეხტაცემულზე მითხარი მანამდე რა შეგვდა რეაქცია ხო ქონდა რეაქცია თუ გაქვს მოვლენაზე ხო ესე იგი შენ უკვე რაღაცა რეაქციას მახსნევინებ რა არის რა. ხოდა შენ უკვე ცდილობ რაღაცას ან ებრძვი, ან იღებ, მაგრამ ამის რაღაცას გამოხატავ. გამოხატულება თუ გაქვს. ხო. მეტი შემოქმედება რა გინდა? და მე რას გამოხატავ და რა ფორმით გამოხატავ, ეს უკვე განათლება, რა ვიცი, მოცემულობა ყველა ადამიანი შემოქმედია. აბსოლუტურად. აი, მოდი გავდეთ ბოლოში, უკვე 40 წუთზე მეტი გავიდა რაც ჩვენი კითხვა შემოგაშვებთ. შემოგვაშველებ კითხვას და აი რუსეთში როგორც არის მაგალითად უნივერსიტეტებში ასწავლიან გახმოვანების შესწავლას თვითონ სფეროს საქართველოში რო დაინერგოს მსგავსი რაღაც მაგაზე რა აზრის რამდენად დაეხმარება ან თუნდაც დამწყებ გახმოვანებას ან იმას ვისაც ამ სფეროში შემოსვლა უნდა ის უნდა თქვა რა რუსეთის დედაც მოვყარ ეგ რა თქმა უნდა და ეგ არის კი საქართველოში არის საქართველოში რომელიმე თეატრში ვსწავლობთ არა სტუდიაში და თეატრში არა მე უნივერსიტეტში არა უნივერსიტეტში არა თუ მიხოთ იქ და არ გექნებათ ეგ ლექცია ხო თუ აღარ არის არ ვიცი მაგრამ იყო მე რასაკვირველია არ ვამბობ რომ რამე გიგდა მაგრამ ეს სიმბოლური სახე აქვს მაგრამ რასაკვირველია კარგია როცა რაღაცას გასწავლია რუსეთის დედაც და ისე კარგია რასაკვირველია თუ რა აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკაზე არაო და მაბაზრებ მოკლედ იმის ის არის რომ რასაც პატარა ისინი გაიხსნას როგორც არის სიტყვაზე ხო რაღაცა ხო ასწავლიან განჯვას მოგონას ელექტროობას რაღაცა ხო მეზღო რაღაცა ხო ნახე ძალიან მინდა სუნდა კემსე ვიყო რაღაცა მეზღორის რაღაცა ნუ რაღაცებს ხო ისწავლებას ეგეთი რაღაცები მაგრამ მაშინ უნდა ენდობოდე ვიღაცას ან რეალურად რაღაცა უნდა იცოდეთ აი ხო ვინც არ უნდა გააკეთოს რაც არ უნდა გააკეთოს აი ვინც გინდა ზვიადი იყოს ბატონი მოგიტყვა ზვიადის დოლიძე იყოს გინდა ვინც გინდა იყოს რო გააკეთოს აი მართლა კარგი აგის გახარა ეს გასაგებია ჩვენი სინდრომია მაგრამ ისე გააკეთოს ვიღაცამ და ისე იმას ქნას რა პრობლემაა მაინდა ვიცით რასაკვირველია კარგი იქნება თუ ოღონდ ისიც იქნება და რაღაცა ის ფულის საკეთებელი მანქანა არ იქნება რომ აი შენ მოდი და შეისწავლე გახმოვანების ხელოვნება რაღაცა 1000 რო ერთი ადგილი რო დარეკავ ერთი ადგილი გვაგდარჩენ და 960 ლარში შეგიძლია მე ხო ეს იქნება გასაგები არა იმას არ ვამბობ რომ ღია კარგი უნდა იყოს მაგრამ ის უნდა იყოს ნდობის აი წერეთელს ქონდა მაგის გეგმა პროსტა ჩემ დაურეკოთ კიდე ეგეთ რა ვიცი დღემდე ველოდები ეგეთ რაღაცას აი მე როგორ იცი მოდი წაიყვანე ხო არ ვიცი ყველას გაუბაჯოს თავის გეგმებში აი მე არ ვიცი მაგრამ რასაკვირველია კარგია თუ რეალურად რასაც ამბობ ეგრე იქნება რომ თუნდაც იყოს რა სტუდიებს როგორც ეძახიან ხვალ და ან უბრალოდ არ შეგიძლია თუნდაც ყოველგვარი ისე აი სიტყვაზე რაღაცას ვერ აკეთებ ხო და ვიღაც აი მეგობარს უთხრა მე ვითხრა სხვას უთხრა ან თუ ამას სწავლის ოფიციალურ სახეზე რაღაც ადამიანს გადაუხდი ან რაღაცას ის ამის მაგაში ფული გამოგართოს ინდივიდუალურ მოსკოვში
ხო, ეტყვი რომ რაღაცა რატო არა რა და რაც რჩევების სახით, მაგრამ ნუ ეს მეგობრობაში და აი სტუდია მაშინ და გააკეთოს ვიღაცა. მე ვარ გავაკეთებ ზუსტად ვიცი. ვიღაცამ გააკეთოს და მიყოლ და აღიხმარებ. მე ვერ ხვდები რანაირად უნდა გასწავლო გახმოვანება ვერ ხვდები. ანუ ეგ პრაქტიკას მოგ. ეგრე ვფიქრობ მე რომ პრაქტიკა და ხო უნდა მოусმინო შენ თავს. ჯერ თამას ხო გაქვს შენ რაღაცა რაც მოგწონს კრიტერიუმი ხო არის რომ რაღაც აი ეს გახმო. აი არის კარგი. ხო ან ეს გახმო არ მომწონს. ნუ და ჩაჟი ინტონაცია უშირაც ხდება. რა როგორ არ მე პირადად არ ვიცი რომ აი სიტყვაზე ხო ჩავწეროთ რაღაცა ხო? შემიძლია გითხრა რომ აი აქ რატო არ არის? რომელი ჯობია მე ვერ გეტყვია რა ხმით ჯობია? იქ ხო საერთოდ აბსოლუტი რაღაცა იმ ხმით რაც წვანინდებოდა ბონდის ხო? არ ვიცი. არ მე მოკლედ მაგის კარგი. რა მოკლედ მარტინები არ მაგ. დიდი გვარიშვილები სხვანაირად. მე სვანიკაცი არა. სტუდიის გახსნა. კარგა სტუდიაზე მომაფიქრე და ეკითხა. შენი აზრით რამდენად კარგი იქნება რომ ეს თეატრალური უნივერსიტეტები გადაკეთდეს სტუდიებად და გაძლევდეს 100%-იან გარანტიას რომ სიტყვაზე რუსთაველის თეატრის რო ავყოთ. მაგას ხო აქვს სტუდია და რუსთაველის უნივერსიტეტი რო გადაკეთეს თეატრალურ სტუდიას და აპრიორ გარანტიას გაძლევდეს რომ იქ იქნები იმას თეატრში. რამდენად კარგი იქნება. გავიგე ნახევრად, მაგრამ დაახლოებით რაც გავიგე. თეატრალში ხდებოდა ესე. იყო ჯგუფები და არის ჯგუფების სიტყვაზე. ეს არის ამ თეატრის ჯგუფი სიტყვაზე აი ეს არის თბილისის ჯგუფი ნიშნავს გარანტია როგორ ვინმეს ფუნქციოზის ვიშიც რამე გარანტია. მაცი ვარ შეიძლება კონდეს გარანტია და ისიც გამოგიცვლიან თორე გარანტია კი არა თუ გაფუნჭდათ ხო ისიც გიცვლია. გარანტია ვიღაცამ როგორ უნდა მოხდეს თეატრში რა თეატრი ცოცხალი ორგანიზმია იცვლება დროებაც იცვლება რეჟისორიც თუ არ მინდა სიტყვაზე არ მომწონს შენი პლასტიკა არაჩვეულებრივი მეტყველება გაქვს თვალები არაჩვეულებრივი გასაგებია ვერაკეთებ რაღაცას ვერაკეთებ არ ვერ მოცის მაგის გარანტიას არის რანაირად უნდა მოხდეს მაგრამ შეიძლება ისე ამ სტუდიას მივუვი თეატრალური უნივერსიტეტი ერთია შეთანხმების სახელობის მეტი არ არის ამის იქით ვიღაცა ინდივიდები ან რაღაცა უკვე შეკრული დასები ან დასის ხელმძღვანელები ან მსახიობები აკეთებენ თავისთვის კერძოდ სტუდიას სადაც სავარაუდოდ აი ხო თქვი სავარაუდოდ არაფერი გარანტიას არ მოგვიწევს გასწავლო სასცენო მოძრაობა იქნება თუ გააჩნია მეტყველება რაღაცა რიტმზე სავარჯიშოები გონების სადაც შეგეძლება პარტნიორის აღქმა შეგეძლება ყურადღების სამიწრედ ნუ მოკლედ რაღაც გავსი რაღაცეები ამის გარანტია ბოლოს სკოლაში რო ამთავრებს კვიანი გამოხვალო ხო გარანტიას ხო ვერ მოხსენა შენ რამდენად შეიძლება არ ვიცი რაღაცა ხო უნდა ვერა გარანტიას ვერასდროს ვერავინ ვერ მოხსენს რომ შენ მაგრამ შტამის წყოის არ არის რაღაც ქარხანა ხო არის შტატები დაბერდა და გაუშვით ან ხდება ცოცხალი მაგის გარანტიას ვერ მოხსენე გადავიდეთ მოდი ბოლოსკენ წერან თუნდა გადავიდეთ ნუ მივდივარ საქმე ბოლოში მაქვს ესეთი რუბრიკა ახალგამატებული რუბრიკა არის რომ სტუმარი რომ მოხავს შეუძლია თვითონ სტუმარმა გითხრას რაღაცები თუ ექნება კითხვა რამე გამოუჩნდა მე პასუხი ანუ ამ შემთხვევაში პოდკასტის ბოლოს მე ვიჩიტები სტუმრის ამ კაი ესეთი კითხვა მაქვს შენთან წარმოიდგინე ახლა ჩავდავამთავრეთ ჩაწერა ყველაფერი ჯიბილოთ ყველაფერი არის დავიდა და მიხვედი სახში აღამდა დაიძინე გაიგოდი და ბანკის ბართ ხო ხა აი რო კონდეს ულიმიტო ამ თანხაზე გამდიძინე გამოვიდა აი რა ხდება შენ ცხოვრებაში და რო ზეგ ეხლა არ დამიწყო იქ ბანკის ვალებს გადავიხდი რა გავიგე ყველას ეცი პატივი შენ გარშემო აი ყველა ბედნიერი ყავს ფული მე ეს მილიონი დაურიგე გარშ ყველას ფეხებზე გიდიხარ უკვე ანუ რა სულ აღარ აინტერესება რა ვის შენ გარშემო ყველას დაურიგე ფული და წნარად არის აბსოლუტურად ყველას შერაშო მე ამ შემთხვევაში ანუ ამ ქმედების მეერე მივხვდებოდი რომელი ადამიანი ინსა კაი გამიხდი ხო და ანუ იმ ადამიანს ადამიანი ყველა კარგი ადამიანი დაიტოვე გვერდში კაი მე რას ფული და რას საკეთებ ცხოვრებას რა აი გააკეთე
ყველას მიეცი, ჯიგრები ხარ გვერდში, აი. და ანუ ყველა ზემისკულები ხარ. ხო, რას იზა? კაი, იმოგზაურე ალბათ. ხო, აი რა. იმოგზაურება ყველაზე. ხო, მე თუ თელი ცხოვრება როგორ გინდა მოკვდე რა, ხვდები რა. ხო, ანუ ძალიან მინდა რომ მაქვს სუდად გამომიგვა ესე რომ ვთქვა, მაგრამ ამ ფორმულირებას მithim ისევ ბევრი რამის სწავლის ლონკა მაქვს. და ინფორმაციას ესე ვისრუტავ რა, რასაც ვიღებ. დიდი ალბათობით მოვინახულებდი სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა მუზეუმებს. მაგალითად, დავინჩის მუზეუმს. მოვიარეთ დავინჩის მუზეუმი, რამდენი წლის ხარ მანდ უკვე ეს? 25-26 წელი მოვანდობეთ მუზეუმების სიარეს. კაი, მე რა შეიძლება 26 წლის. აი გითხვა. ან მე ეს ფული ხარჯოთ რა, და 26 წელს გავიდა. 26 წლის ხარ უკვე. და რა შვები მე? ის ფული გააქვს ისე. იმ ხალხმა გვერდავს კარგად არის. სამყაროში ჩვიდობა. ხო, ეხლა ხო გინდა ის არის რა ქვია, აგერ გახმოვანების სტუდიიდან გამოვიდა და დაარტყა ვიღაცას რუსეთს ემოქცევა. ამ კითხვაზე მოდი ესეთ პასუხს გავცემ მაშინ, რომ ჩემი აზრით ფული არ არის თვითონ ბედნიერების წყარო. კაი, მოდი მაშინ შევცვლი შეკითხვას მარტივად და ლაკონურად ექცო. სად გინდა რომ სიბერი გაატარო? რა გარემოში? სიმშვიდეში. მაგის მოესწრებ, მაგრამ ხო სიბერეს გეუნებ. აი სიმშვიდეში რას ფულის ხო სიჩუვე კაკი. ახლა ყველა საქმე. ჩემთვის სრული იძილია იქნება სიტყვაზე სიბერეში შვილებთან ერთად, შვილებთან ერთად აი რა, ანუ ოჯახური ერთობა რა. დიდ სახლს აშენებდი და შეყრიდვა. დიდ სახლს, ანუ მე ყავს სახლი, სადაც მე და ჩემი ცოლი ვისაც მოვიყვანე, მე ყოლებოდა სიბერეში, მე და ის ბავშვები გადაშიკვდნენ. ბავშვები ივლინე, რაღაცა სიტყვაზე. რამდენი წლის ხარ მან? მაგროს 70-80. სიტყვაზე პატარა. ანუ როდის შედიხარ ამ სახლში, გაიგე? 50 წლამდე, 26-დან 50 წლამდე დასაკეთებ სამ ფულით კაცი შუმარესი. 26-დან 50-მდე ფული არ არის ბედნიერო, რაღაცას მაიმუნე. 50 წლამდე ამ სახლს ვაშენებ და ვიწყებ უკვე მომავალზე ფიქრს. ანუ წერან გავს მომავალი ასე ვთქვა, მაგრამ მომავლის აწმყოზე ფიქრს. ხო. მე აი მაგას ვაკეთებ. და ვიშენებ ბედნიერ მომავლის აწმყოს. რა გინდა ეს მომავალში, რა უნდა იყოს? თორე დავიწყოთ შენება მომავალს, მომავალს ხო ახლა აწყობ. ანუ ეხანდელი განსახილველი თუ არა მომავალში მე ვფიქრობ რომ ოჯახზე ძირფასი არ შეიძლება. ცოლია და ამ კაც კარგი და ბევრი ფული. ბევრი ფული არა. საკმარისი. ქვეყანაში სტაბილურობა არ გინდა? კაი, შემდეგი კითხვა. შემდეგი კითხვა რა მაქვს, აიწყე ცხოვრება. მოიყვანე და შვილები. არანაირი კითხვა არა მაქვს. აუ, შენ არაო თორე. კარგი. დღევანდელ საქართველოში რა შეცვლილი? მან პოლიტიკას არ ვიხები ხოლმე პოდკასტებში, მაგრამ თავრობას. თავრობას შეცვლილი. მეტი კითხვა არ მაქვს. ხომ ის ჩოლოკ. ო, არა, ნუ ის არის რა. ხო, არა, ბევრი რამე არის. ეგრე ვუნებოდი აი ისინი ახალგაზრდა თაობაზე. რა ძალიან ამათ საერთოდ. სტუდენტები გავხსნა და ვასწავლე. რა თუნდა გაც რა ხდება? სტუდია როგორ აი გარანტიები უნდა და კიდე არა. გარანტიები კი არა, რაც იყო ის იმასეს რა ქვია. გააკეთეს და რაც არის გარაფერი არ არის და. მე შემდეგი პოდკასტში შეიძლება დაიწყო ესე. Здравствуйте, я Даниэл, это проект FM როგორ არის, როგორ არის? ცევით ალბათ რა. ხო რა. ხო, ეგრე შეიძლება დაიწყო. ცეგან სტუდიები ახსნა და მასწავლებელს გამახსენდა ესეთი რაღაც, რომ ჩემი აზრით საკუთარი თავის მასწავლებელი ხარ შენ. ყველაზე კარგად შენი თავისგან ისწავლი და იმაზე მეტს ვერ ისწავლის სხვისგან, რასაც ისწავლი შენი თავისგან. ესეა ჩემი მოსწრება. შეიძლება. ხო, უნდა მოგყვოთ ხო არის გადმოცემის უნარი, ახსნის უნარი. შენ სხვანაირად გეულობ, მაგრამ იმას თუ იპოვი, ვინც ეძახი ის უნდა ამ ინფორმაციას, აი ეს ინფორმაცია ნორმალურად ხო უნდა შენაირი შენ ხო ინდივიდი ხარ, ხახა. შენზე მორგებული ის რო იყოს, რომ ვინმე ვინც ისე მოიტანს ამ ინფორმაციას შენამდე, ვიდრე ხო თორე შენ ხარ ყველაფერი შენ გასამყაროში ასე რომ კი შენ გარდა არავინ არ არის და ვერც ვერავინ ვერასდროს ვერ იქნება და ვერ დაგეხმარება. თუ შენ ეხმარე შენ თავს ასე რომ ამაში ხელი შეგიწყო შეიძლება. და ძალიან ბევრი არის ეგეთი ადამიანი, ვინც ხელს შეგიწყობს. და ხელს შეგიშლის, მაგრამ შენს გარდა არავინ არ გაგაკეთებს.
თორე ამას ხო არა ეს გაბახსეთ ახალი შეწყობაზე და არა არ გამოვა იმიტომ რომ ეგრე ხელი შეწყობა ხანდახან ის არის შეიძლება დათული სამსახური გავუწიო და შენ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდე განა ვინმესთან საკუთარ ხალხთან და საერთოდ ჯამშიც ის არის რა ქვია აი მე პოდკასტის მე შესვენებაზე რო გავა ჭრაზე რო გავა გავახსენე და გეტყვი რა მოხდა აი, მოკლედ ხალხო, გავიდეთ ბოლოში უკვე 1 საათია, 1 საათზე 19-ს მიმდინარეობს გადაღება. მადლობა რომ უყურებდით ვიდეოს. მადლობა იმ რა 300 გამომწე, მინიმუმ 300 გამომწე, რაც მომატა ამ 1 კვირის განმავლობაში. მადლობა ყველას. წინ გავიჭრეთ და მაქვს იმის ამბიცია, რომ თუ ესე გაგრძელდება 3000 გამომწეზე ალბათ მალე. ეგ იყო და ეგ. მიზანი რა გაქვს YouTube-ზე? YouTube-ზე მიზანი? ლიზარდს რო გადაასწრო? Lizards. Lizards. Seminary. შენ სარხზე ყველაზე ნახოდი პოდკასტი რო გიგდევს აი ეგ. ეხა კამერამენი ვინც არის? Yes. თუმცა ანუ არავისთან შეჯიბრებას არ ვაპირებ მე რა. ანუ მე თუ რაღაცას ვაკეთებ, იმიტომ რომ სიამოვნებს და არა იმიტომ რომ იმას უფრო მეტი გამოწერი ხავს უნდა არა, სესულელია. როგორც კოლეგა ჩამომართი ხელი აი. სესულელია ეგ რაღაცები ვის უნდა გადაასწრო. ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა შეეჯიბრო და ვისაც უნდა დაუდგე, არის შენი თავი. ვისე უკეთესიც უნდა იყო, ანუ იმ ადამიანის გან უნდა ისწავლო რაღაცები, რომელიც შენ ხარ მომავლიდან და იმ ადამიანის შესრულებზე უნდა ისწავლო, რომელიც შენ ხარ წარსულიდან. აი ამას ვთქვი მე. შენ ტაში სტუდიაში. კაი, ეგ იყო და ეგ. დროებით მეგურებოდა ძალიან მალე ჩემს YouTube-ზე დაიდება ეგ კიდევ ერთი ნარუტოს დუბლირებული 18 წუთიანი მოკლე მეტრაჟიანი ფილმი. მოკლე მეტრაჟიანი რა. აი ამ მოკლე მეტრაჟიანი. ამას ხო ვერ ამოჭრით.